მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ იოსებ შურღაიევ, ვარ ექიმი ვენეროლოგი და ანდროლოგი. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ეწოდება დაავადებებს, რომლებიც ვრცელდება ადამიანთა პოპულაციაში, გადაეცემა ადამიანისგან ადამიანს სქესობრივი კონტაქტის შედეგად. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ვრცელდება მუცლად ყოფნის პერიოდში, ანუ ორსულობის დროს, მშობიარობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არის სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი, ადამიანის პაპილომა ვირუსი, ჰერპეს ვირუსი, ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომი. პირველ რიგში განვიხილოთ სიფილისი, რომელსაც ახასიათებს მიმდინარეობა სამი სტადიით, პირველადი, მეორადი და მესამე სტადიათა შანგის, ასევე ლატენტური შანგი. პირველადი სიფილისი ხასიათდება შეჭრის ადგილას, წარმოიქმნება წყლული. ეს წყლული შეიძლება შემოჩნდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქრება, რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება მეორე სტადია, ანუ მეორადიათა შანგი, რომელსაც ახასიათებს ასევე მრავალფეროვანი გამონაყარი ადამიანის სხეულზე, ხელის ღულებს და ფეხის ღულებს, ასევე გამონაყარი შეიძლება იყოს კისერზე, სხვადასხვა ფორმის გამონაყარი არის. ასევე მეორე სტადიის შემდეგ ადამიანს ვითარდება ლატენტურიათა შანგი, ანუ როდესაც დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიული გზით და მესამე სტადია, ეს არის ყველაზე გვიანი გართულება, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე ფორმებში, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, გულსიზრდთა სისტემის დაზიანება, ძვალსახსოვანი სისტემის დაზიანება, საჭმლის მომრავლებელი სისტემის დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ზემოთ ჩამოთვლიდან რაიმე გამოვლენას, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმ ვენეროლოგს. შემდეგი ერთ-ერთი გავრცელებული ვენერიული დაავადება არის გონორეა. გონორეა ხასიათდება უხვი გამონადენით, წვით, მოშარდის პროცესის დროს და ასევე შესაძლებელია ამახდეს ტკივილი. გონორეას შეიძლება მოყვეს მთელი რიგი საკმაოდ სერიოზული გართულებები. ქრონიკული გონორეა, რომელიც ხასიათდება საშარდემილის ქრონიკული ანთებით, პროსტატიტით, უშვილობით, ორქიტით, სათესეჯიბრების ანთებით, ეპიდიდიმიტით, ორქოეპიდიდიმიტით, სათესეჯიბრების ანთებით და დანამატებით. ტრიქომონიაზი, ვენერიული დაავადება, რომელსაც პირველ რიგში ახასიათებს ძლიერი ქავილი ურეტრაში, ვაგინაში და ქაფიანი გამონადენი, სპეციფიკური სუნი. ქლამიდიოზი მას ახასიათებს უფრო ფარული მიმდინარეობა, საკმაოდ ღარიბი სიმპტომატიკით არის გამოვლენილი, მცირე რაოდენობის გამონადენი, ან მცირე დისკომფორტი გენიტალიების არეში, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებების უშვილობა, პირველ რიგში პოტენციის დაქვეითება, პროსტატიტი. ძალიან მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროული დიაგნოსტიკა. ყველაზე გავრცელებული მეთოდი ეს არის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, სეროლოგიური მეთოდები, PCR დიაგნოსტიკა და ბოლოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია. ერთ-ერთი ყველაზე სანდო პრევენციული მეთოდი ეს არის დამცავი საშუალებების გამოყენება სქესობრივი კონტაქტის დროს. ასევე რეგულარული სკრინინგი სანდო ლაბორატორიაში. მე პირადად უწევ რეკომენდაციას ლაბორატორია სიმონას. მადლობა ყურადღებისთვის.